მსოფლიოში 3000-ზე მეტი გველის სახეობაა ცნობილი, თუმცა ამ რაოდენობიდან მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს ადამიანისთვის საშიში. პირდაპირ ციფრი რომ დავასახელოთ, სულ 600 სახეობაა შხამიანი და მათგან მხოლოდ 200 შეუძლია ადამიანისთვის ისეთი ძლიერი ზიანის მიყენება, როგორიც არის სიკვდილი. მეცნიერების აზრით, გველები ხმელეთზე მცხოვრები ხვლიკებისგან წარმოიშვნენ მილიონობით წლის წინათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა გველი არ არის ადამიანისთვის მავნე. თუმცა არსებობენ ისეთი გველები, რომელსაც ჯობს საერთოდ არ გაეკარო. ზოგი სწრაფია, ზოგი ფერადი, ხოლო ზოგიერთი ისეთი შხამიანი კბენა შეუძლია, რომ წუთებს შეიძლება მოხდეს შიდა ორგანოების წყობრიდან გამოყვანა და რა თქმა უნდა სიკვდილი. ჩვენს ვიდეოში დამსახურებული პირველი ადგილი უკავია გველს, რომელიც გარეგნულად შეძლო მორცხვი და მშვიდი ჩანდეს, მაგრამ სრულად დამსახურებულად ითვლება ყველა სახიფათო რეპტილიად. მოკლედ დავიწყოთ მეტ დეტალში ჩაყვინთვა, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, არ დაგავიწყოთ რომ გამოიწერო არხი და ლაიქო ვიდეო და დამიტოვო კომენტარი. ზარის ღილაკით გააქტიურე, რომ მეტი სიახლე არ გამოგრჩეს. ფერბა ამარილო. უფრო მეტად ცნობილი როგორც ლანსედი და ხშირად ეშლებათ ხოლმე სახეობაში, რომელიც ცნობილია შემდეგი სახელით ფერ დე ლანსი. ლანსედის ფერი გარემოზე დამოკიდებული და კამუფლაჟისთვის ხშირად იცვლება ხოლმე, მაგალითად ნაცრისფრიდან ზეთისხილისფრამდე ან მოთეთრო მოყავისფრამდე. მას ახასიათებს მუქი სამკუთხა ლაქები ზურგზე, რომელიც წვერებით უკავშირდება ხერხემლის ხაზს. თავი წვეტიანი სამკუთხა ფორმის აქვს. ალბათ სწორედ ამიტომ ჰქვია მას ლანსჰედი, იგივე შუბის თავა. ლანსჰედი საშუალო 2 მეტრამდე იზრდება. იგი გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ის ერთ-ერთ ყველაზე შხამიან გველად ითვლება. ხშირად იმალება კამუფლაჟში და საათობით რჩება ჩუმად, სანამ უცბად არ განახორციელებს თავდასხმას. მისი შხამი ჰემორაგიულია, იწვევს მძიმე ქსოვილურ დაზიანებებს, რადგან აჩერებს სისხლის შედედების პროცესს. ეს კი იწვევს ორგანიზმში არანორმალურ შედედებას და სწრაფად ამცირებს სისხლის ცირკულაციას, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა იწვევს სიკვდილს. ლანსედის შხამს შეუძლია გამოიწვიოს როგორც სისტემური, ისე ლოკალური სიმპტომები, მაგალითად თირკმლის უკმარისობა, დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, უჩვეულო შედედება, ბურშტუკები და ნევროზი, მდგომარეობა, როცა კუნთოვანი ქსოვილები კვდება მთელ სხეულში. სამწუხაროდ, ანტიდოტის მიღებაც კი არ უზრუნველყოფს ყოველთვის გადარჩენას, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი ინსულტით იღუპება. ლანსედი გახლავთ ცოცხლამშობიარე და ის ცოცხალ პატარა გველუკებს შობს. ისინი დაბადებისთანავე ძალიან შხამიანები არიან, რაც მათ მეტად სახიფათოს ხდის. ლანსედი ძალიან აგრესიული გველია, რომელიც არაჩვეულებრივად იყენებს კამუფლაჟს მსხვერპლზე თავდასასხმელად. ხშირად აქვს კონფლიქტები ადამიანებთან, რადგან ჩვევა აქვს ბილიკებზე დაგორების და იქ მსხვერპლის ლოდინის, ან სასუფლო-სამეურნეო მიწებზე შეღწევის, სადაც თაგვებზე ნადირობს ხოლმე. არ უნდა აგვერიოს ფერ დე ლანსის გველში, რომელიც ძირითადად დასავლეთ ინდოეთში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ არც ერთი გველი, მათ შორის არც ლანსედი, თავისით არ ესხმის ადამიანს. მისი აგრესიული მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვაა. შავი მამბა. შავ მამბას კანის ფერის გამო არ ჰქვია სახელი. მისი ფერი უფრო ყავისფრიდან მონაცრისფრამდე შუალედში მერყეობს. სახელი უკავშირდება უფრო მეტად პირისყროს, რომელიც მუქი, მოლურჯო-მოშავოა და მკაფიოდ აჩვენებს ხოლმე თავის პირისყროს თავდასხმისას მსხვერპლს. შავი მამბა უკიდურესად სწრაფი, ნერვიული, მომაკვდინებლად შხამიანი და აგრესიულია საფრთხის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ არის მრავალი ადამიანის სიკვდილის მიზეზი. აფრიკული მითები შავ მამბაზე კიდევ უფრო მეტში უნერგავს ადამიანებს. სწორედ ამის გამო შავი მამბა ითვლება მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გველად. თუმცა რეალურად მათი ნაკბნით გამოწვეული სიკვდილიანობა ნაკლებია. ისინი ბინადრობენ სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის სავანებსა და კლდოვან ადგილებში. შავი მამბა აფრიკის ყველაზე გრძელი შხამიანი გველია. საშუალოდ 2 მეტრანახევარია, თუმცა ზოგჯერ მისი სიგრძე 4 მეტრსაც აღწევს. ისინი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ გველებად ითვლებიან. გადაადგილდებიან დაახლოებით 20 კმ/სთ სიჩქარით. შავი მამბა მორცხვ სახეობაა და ურჩევნია გაქცევით აიცილოს კონფლიქტი, ვიდრე თავს დაგესხათ. ისედაც, გველი პირველი არასდროს გესხმით თავს. მისი ნაკბენი მხოლოდ თავდაცვის ინსტინქტია, ამიტომ თუ დაინახავ გველს, გააღიზიანებ და მოუწდები მის მოკვლას. შავი მამბას ნაკბენი შეიცავს ძლიერ ნევროტოქსინსა და კარდიოტოქსინს. სიმპტომებს შორისაა ლითონის გამო პირში, ხუთთობის დამძიმება, მხედველობის დაქვეითება, ტკივილები, მეტყველების გაძნელება, ნერწყვის კონტროლის დაქვეითება, ყლაპვის რეფლექსის დაკარგვა, თაბროსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა და სუნთქვის გაძნელება, შემდეგ კი გაჩერება. შხამის მომაკვდინებელი მოქმედება მაქსიმუმს აღწევს ნაკბენიდან დაახლოებით 15 წუთში. სამწუხაროდ, ანტიდოტი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი შავი მამბას გავრცელების არეალში, რის გამოც მის ნაკბენის სიკვდილიანობა დღესაც საკმაოდ მაღალია. Tiger snake, იგივე ვეფხვისებრი გველი. ადრეულ პერიოდში არსებობდა ვეფხვისებრი გველის ორი სახეობა, აღმოსავლური და ეგრეთ წოდებული შავი ვეფხვისებრი გველი. თუმცა მათ შორის მორფოლოგიური განსხვავება არ იყო თანმიმდევრული, ხოლო ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ ისინი გენეტიკურად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
შესაბამისად დღეს ისინი ერთ სახეობად განიხილება, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. მათი საერთო სიგრძე რეგიონებიდან გამომდინარე განსხვავდება. მაგალითად, სამხრეთ ავსტრალიაში როქსბის კუნძულზე ამ სახეობის გველის სიგრძე 100 სანტიმეტრია, ხოლო ბასისრუტაში მდებარე ჩაპელის კუნძულზე 240 სანტიმეტრამდე აღწევს. ზოგადად მამრები დედლებზე დიდები არიან. ყველაზე ხშირად გვხვდება მუქი მონაცრისფრო მოშავო ფერის, აქვთ მოთეთრო მოყვითალო ფერები და სხვადასხვა სისქის ზოლები. ისინი ხშირად სახლობენ წყლიან გარემოში, წყალსაცავებთან, ნაკადულებთან, არხებთან, ჭაობებთან და ტორებთან. ძირითადად აქტიურობენ თბილ პერიოდში, ხოლო ცივ სეზონებზე სხვა ცხოველების ბუნაგებში იძინებენ. დიდი ზომა, აგრესიულობა და შხამის ტოქსიკურობა მათ ძალიან სახიფათოს ხდის ადამიანებისთვის, თუმცა ძირითადად მორწყვლი გველები არიან და კონფლიქტს თავიდან აცილება ურჩევნიათ. თუ კი თქვენ ამ გველებს კუთხეში მიიმწყდებთ, ისინი აუცილებლად დაგანახებენ მუქარის რეფლექსებს, ხმამაღლა ისისინებენ, ძლიერ და გახშირებულ სუნთქვას დაიწყებენ. გაღიზიანების შემთხვევაში კი თავს დაგესხმებიან და ძალიან მწარად გიკვენენ. მათი შხამი შეიცავს ნეიროტოქსინებს და შედედების საწინააღმდეგო ნივთიერებებს, რაც იწვევს დამბლას და სუნთქვის გაძნელებას. ნაკმენი სიმპტომებია ტკივილი ფეხისა და კისრის მიდამოში, დაბუჟება, ჩხვლეტა და უფლიანობა, რაც სწრაფად გადადის დამბლასა და სუნთქვის უკმარისობაში. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, თუმცა სადაც ამ გველს წააწყდებით, იქ ექიმის მონახვა ძალიან გაგიჭირდებათ. ბუმსლენგი, იგივე ხის გველი. დასრული ბუმსლენგი აღწევს 1-დან 2 მეტრამდე სიგრძეს. შეფერილობა განსხვავებულია. მამრები ღია მწვანე ფერის არიან და ქერცლების კიდეები შავად ან ლურჯად მოუჩანთ, ხოლო დედლებს მუქად. მათი თვალები დიდია, მრგვალი, მუქი გუგებით. თავი კვერცხის ფორმას მიუგავთ. აქვთ შესანიშნავი მხედველობა და ხშირად წრიულად არწევენ თავს, რათა უკვე დაინახონ წინ მდებარე ობიექტი. ბუმსლენგი გვხვდება სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში, როგორიცაა სვაზილენდი, მოზამბიკი, ბოსტონა და ნამიბია. ისინი არიან კვერცხისმდებელი არსებები. დედლები დაახლოებით 30 კვერცხს დებენ ძირითადად ხის ფუღუროებში ან პლობად ადგილებში. ბუმსლენგი გამორჩეულია თავისი მეტად ძლიერი შხამით. ის ცხოვრობს მხოლოდ ხეებზე და თავს არიდებს ყველაფერს, რაც მისთვის საკობად არ გამოდგება. მორწყვლი გველია და უმეტესად კმეს მაშინ, როცა ვიღაც ცდილობს მის დაჭერას ან კვერცხებს უქმნის საფრთხეს. საფრთხის დროს კისერს წელავს და იღებს ასოგერაესის ფორმას. ამგვარად ის ემზადება დარტყმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი შხამი ნელა მოქმედებს, სიმპტომების შესვლა საათების შემდეგაც გამოვლინდეს. მისი შხამი ჰემოტოქსინს შეიცავს, რაც აშერებს სისხლის შედედებას და იწვევს ძლიერ შინაგან და გარეგან სისხლდენას, რაც ხშირად მსხვერპლის სიკვდილით მთავრდება. სხვა სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა, ძრიანობა და გონებრივი დაბნეულობა. მოჰავის გოჭკარტალა. ეს სახელი პირველად გავიგეთ, ჩემთვის ძალიან უცნაურად ჟღერს. მოკლედ, მოჰავის გოჭკარტალა შეფერილობით ღია ყავისფერსა და ღია მწვანე შორის მერყეობს, რაც დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც ის ცხოვრობს. ზურგზე აქვს მუქი, ბრილიანტის ფორმის ნახატები, კუდზე კიდევ თეთრი ზოლები, რომლებიც შავზე ბევრად განიერია. თავის არეში ქერცლები გაცილებით დიდია, განსაკუთრებით თვალებს შორის. ის გვხვდება შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ცენტრალური მექსიკის უდაბნოებში. მისი შხამი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნეიროტოქსინად არის მიჩნეული. მოჰავის გოჭკარტალა გვხვდება მაღალ უდაბნოებში, მთისძირებზე, დაბალ ბუჩქნარებში და მცენარეულად ღარიბ დაბლობებში. ყველაზე აქტუალურია აპრილიდან სექტემბრამდე. ზამთარში კი გადადის ბრომატოსში, ანუ სიფხიზლის დროებით შეწყვეტაში, ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში. მისი შხამი არა მხოლოდ ნეიროტოქსიურია, არამედ ძლიერ დამბლას იწვევს და შეიძლება მომაკვდინებელი იყოს. მსხვერპლს თავდასხმამდე აფრთხილებს კუდის რწევით, რომელიც სპეციალური კუნდებით 50 ჯერ ირხევა წამში. ხშირად მიიჩნევენ აგრესიულად ადამიანების მიმართ, თუმცა სამეცნიერო კვლევები ამას არ ადასტურებს. როგორც სხვა გოჭკარტალები, მოჰავის გოჭკარტალას აგრესიულად იცავს თავს საფრთხის დროს. მისი ნაკბენი ძლიერ ზიანს აყენებს ქსოვილებს, იწვევს ნეკროზს და არღვევს სისხლის შედედების პროცესს. აღმოსავლური ყავისფერი გველი. სახელი მიიღო მისი შეფერილობიდან და გავრცელების არეალიდან გამომდინარე. გვხვდება უმეტესად ახალ გვინეასა და ავსტრალიაში. აქვს წვრილი სხეული და პატარა თავი. სიგრძე მერყეობს 40 სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე. ფერი როგორც წესი ყავისფერია, თუმცა ზოგს შავი ლაქები ან ზოლები აქვს, ხოლო მუცელი კრემისფერიდან მოყვითალამდე. აქტიურია დღის საათებში. იკვებება პატარა ხვლიკებით, თაგვებით და ხმელეთის ფრინველებით. ძალიან სწრაფად მოძრავი შხამიანი და ადამიანისთვის მეტად სახიფათოა. ცნობილი აგრესიული ხასიათით. სტატისტიკურად სწორედ ის არის პასუხისმგებელი ავსტრალიაში გველის ნაკბენი სიკვდილიანობის დაახლოებით 60%-ზე. თაგვებით ჩატარებული ტესტების მიხედვით მისი შხამი მსოფლიოში მეორე ყველაზე ტოქსიკურია. ყავისფერი გველი კარგად ეგუება მშრალ რეგიონებს და დასახლებულ ადგილებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ზონებს. ხშირად იმალება რკინის ფირფიტების ქვეშ შენობებში, დიდ ქვებსა და მიწაში გათხრილ ხვრელებში. საფრთხის შემთხვევაში ტანს მიწიდან სწევს.
იღებს ასობგერაესის ფორმას, ფართოდ აღებს პირს და ემზადება თავდასასხმელად. მისი შხამი იწვევს პროგრესულ დამბლას, გულის გაჩერებას და აჩერებს სისხლის შედედებას, რაც ჰემორაგიამდე მიგიყვანთ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, გველები თავიანთი ინიციატივით არასდროს ესხმიან ადამიანს თავს. თუ არ გინდათ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოთ, მათაც მიეცით სიცოცხლის საშუალება. როცა გველს დაინახავთ, არასაჭირო გაკეთება და მოკლა, რადგან სხვა შემთხვევაში ნებისმიერი შედეგი ალალია. დღევანდელი ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გამოიწერე არხი, გააქტიურე ზარეზღილაკი და მოიწონე ვიდეო. დროებით.